შესაძლებელია აზრები ჯის თავდაპირველ კონცეფციას ჩემი ნაამბობი მაინც და მაინც არ შეესაბამებოდეს. მაგრამ ვინაიდან გარკვეულწილად მკითხველი ელოდება ალბათ თუ როგორ წარმოუდგენია ვინმე სამომავლოდ ჩვენი მშვენიერი ქვეყანა, ჩვენი არაჩვეულებრივი მომავალი, რა გვგონია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ყოფა სულ უფრო მშვენიერი გახდეს. ვფიქრობ, არ იქნება უგონო თუ კი მოგიყვებით იმის შესახებ, რა გონიათ საქართველოს, მაღალმთიან საქართველოში, საქართველოს მთიანეთში დრო და სივრცე. უფრო სწორად, რა წარმოდგენებია ამის შესახებ და რამდენად ამცდარია ისინი იმას, რასაც ალბათ ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყარო ჭეშმარიტ აღქმად განიხილავს დროის და სივრცისა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ შემდეგი, რაც შესაძლოა გამოუცდია ყველას, ვისაც ოდესმე მაინც კავკასიონის გასწვრივ უმოგზაურია. არ აქვს არანაირი აზრი იმას, თუ მიმართავთ ვინმე მწყემს ან ადგილობრივ მოსახლეს კითხვით, სად არის ესა თუ ის ადგილი და რამდენად შორია იქამდე. ანუ ცნება ამდენ კილომეტრში აქვს, თქოთ ახლავე დაივიწყოთ ეს სავსებით სამართლიანი, იმიტომ რომ იქ მე მგონი კილომეტრებს მნიშვნელობა არ აქვს. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ მივაღწევ თუ არა ამ ამ პუნქტს 1 საათში. ისინი იქეთნურად იღიმიან როგორც წესი, ქალიან, კაციან, ბავშვიან, არ ვიცი შეიძლება ქვას რო დაეკითხოთ ისის გეტყვით. გაგიღემებთ და იტყვეთ, არა 1 საათში არ ვიცი, მაგრამ მე 20 წუთში ვარ ასული. და მე მეც გეტყვი, აი აგერ გაღმა კაცი რო ცხოვრობდა და ეხლა რო აღარ ცხოვრობს, ეს კაცი ერთხელ 3 წუთში წავიდა. თქვენ გაბადრული სახით მიდიხართ და იმ აღმართში ხართ დაახლოებით 3 დღეღამე. ეს ერთგვარად ალბათ გაპრანჭვის ფორმაა, რომ მე სწრაფად ვაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა დამაბნეველი იყო, ისევე როგორც ხზის აღწერა. საით არის? ჯობნებენ, ძალიან ადვილია. ესე იგი, ამ ფერდს რომ შეუდგები, მე უხვევ ხელმარცხნივ, ცოტა ხანში ხელმარჯვნივ, იქ გზა ორად იყოფა, დაიცადე უნდა გადავთვალო საით, ხო, მარცხნივ, მე პატარიკა აღმართი შეგვხვდება, პატარიკა აღმართიდან დაივაკებ და იქიდან გამოჩნდება ვინმე და კითხე გზა. თქვენ არწმუნებული ხართ, რომ იმდენად კარგად აგიხსნათ, რომ ეს ამბავი რომ აქვეა. ანუ გაუხვე, გამოუხვე, პატარიკა აღმართი გრძელდება ასევე 3 დღეღამე. ძალიან საინტერესო ამბავი. უკეთესია, რა თქმა უნდა, ისტორიასთან მიმართება. მაგალითად, სვანეთში მაქვს მოსმენილი შემდეგი. საქართველოს ისტორიას. ფოტოშოვის უნდა ითქვას, რომ მე ძალიან მომწონს ეს ამბავი. ესე იგი, პირველი იყო ვახტანგ გორგასალი. ანუ ყველაზე ასე ვთქვათ, პაპსა მეფეებიც არ გვაინტერესებს. ვახტანგ გორგასალი. ვახტანგ გორგასალს ყავდა ვაჟი, არაჩვეულებრივი დავითი. დავით აღმაშენებელი, ძალიან დიდი მეფე იყო. დავით აღმაშენებელს ყავდა ქალიშვილი თამარი. ქალიშვილმა თამარმა მერე გააჩინა ერეკლე მეფე. ვსა. ერეკლე მეორეზე ლაპარაკი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ესეთი დაყოფისა, ყველა მშვენივრად აქვს ყველაფერი წარმოდგენილი. კერძოდ, მათ ზუსტად იციან ვინ, როდის, რატომ, რომელ თაობაში, რა ჩაიდინა და რის გამო ჩაიდინა ესა თუ ის საქციელი. ანუ ზეპირი ისტორია ბევრად უფრო წარმატებით ვითარდება, ვიდრე რამე სხვა და დავუშვათ მე თუ მკითხავთ მაინც და მაინც აუცილებელი არ არის, რომ დანამდვილებით ვიცოდე იმერეთის რომელმა მეფემ რომელ წელს ვინ მოიყვანა ცოლად. რა თქმა უნდა, თუ მე არ აღმოჩნდება, რომ რომელიმე დიდი ევროპული მეფის კარის წარმომადგენლები იყვნენ. ალბათ ხსმენიათ ასეთებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულება დროის მიმართ მე ვფიქრობ, რომ ძალიან აიოლებს ცხოვრებას. ანუ ალბათობა იმისა, რომ დიდ შეცდომას დაუშვებს ესა თუ ის ადამიანი დროსთან მიმართებაში, პრაქტიკულად არ არსებობს. ჩემს მეგობარს, რომელიც სტუმრად იყო ჩემთან ასევე სვანეთში, უთხრეს, რომ ის უნდა ამაყობდეს იმით, რომ ჩემს ოჯახში მოხდა. მე ძალიან მესიამოვნა ეს შეფასება და ვთქვი, რომ რა დიდებული კაცია, რატომ გითხრა ასეთი რამ. მან თქვა, რომ თურმე ჩემ დიდ ბაბუას, დიახ, ჩემ დიდი ბაბუა მართლა ბერი იყო და მართლა ააშენა ეკლესია. ზაქარია მხარგრძელმა შეუკვეთა ეკლესიის მშენებლობა. ჩემი ბაბუა გარდაიცვალა 1910 წელს, მითი ფოტოსურათი სახში გვაქვს. მაგრამ მეორე მხრივ ზაქარია მხარგრძელი ფოროტიანები ყვებიან, რომ უკვეთავდა მავანთ ეკლესიების აშენებას და იმისათვის, რომ თლად დიდებული გამხდარიყო თეოფანე ბერი, ამ კაცმა თქვა, რომ ზაქარიამ დაავალა და ესეც ხო არ არის დიდად პრობლემატური ხა. ზაქარიამ დაავალა თუ ვინმე სხვა, მთავარია რომ ასეთი კარგი კაცი იყო ის ბერი. როგორც მოგახსენეთ 1910-ში გარდაიცვალა, ანუ ჩემ სახლთან იმ კაცს კავშირი აღარ აქვს, მაგრამ მაინც ეს დამოკიდებულება წინაპრების მიმართ ხო თავისთავად სრულიად შესანიშნავია. ანუ მშვიდობიანად შეიძლება მოყვენა ამბავს იმისა, თუ როგორ იქცეოდა დიდგორის ომში მისი წინაპარი, რომელიც რა თქმა უნდა იმ ომში დაიღუპა, ოღონდ ამას არ იტყუება მავანი. ძირითადად მაღალმთიანეთში ხდება ხოლმე. ქვევით ნაკლებად ალბათ არ ვიცი. არ იტყუება შესაძლოა, მაგრამ მეორეა, რომ დასაბუთება ამისე პრაქტიკულად არ აქვს. ანუ რამ სადმე წერია ეს ამბავი? არა, კაცო, ის კაცი მოკვდა და მე აღარავინ იცნობდა იმის სახელს და არსად არ წერია. კითხვა თუ აბა შენ რატო იცი, რომ შენი დიდი პაპა იყო დიდგორის ომის მონაწილე?
რბილად რო ვთქვათ უზდელური. და მე სიმართლე რო გითხრათ ძალიან მომწონს. ისევე როგორც ძალიან მომწონს სხვადასხვა კულტურული შრეების ესეთი გადაჭაჭვა. იცით მაგალითად როგორ აიგო დევის ნაგები, ასე ქვია, ეს არის კალა უშკულს შორის პატარა მონაკვეთში. ჩინებული რამ არის, არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილია და კლდე მართლაც გავს ხელით ნაგებს იმასთან შედარებით, რაც გარშემო ხდება, ანუ სხვა ფაქტურა, სხვა გვარი წყობა ქვების და სხვა. აქ ყოფილა ასეთი ისტორია, რომ თამარ მეფე ასულა უშკულში დასასვენებლად, ფორმულირებას ზუსტად ვიმეორებ, დასასვენებლად ასული თამარი ძალიან კარგად გამოეყურებოდა და შესაბამისად ის შეუყვარდა დევს. და დევმა უთხრა, რომ გამომყევით ცოლადო და თამარმა უთხრა, რომ არ გაყვებოდა, იმიტომ რომ არ მოსწონს დევი უშნოა, მეტერ ერქები აქვს რაღაცა ესეთი სიმპათია. თამარმა უთხრა, რომ არა, სხვათაშორის არ უთქვამს, რომ ჯღანი ხარ და იმიტომ ანუ ეს პრობლემა არ იყო, უბრალოდ უშკულელები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ ჩვენთან სტუმრად ამოსული ქალი როგორ შეურაცხავი და გააგდეს დევი. დევი წავიდა ძალიან ნაწყენი და გადაწყვიტა მძიმე შურის ძიება და დაიწყო კედლის შენება. კალასა და უშკულს შორის, რო კედელს დაეტბორა ენგური ადიდებული იყო და წაელეკა ეს აზიზღარი სოფელი უშკული. ამასთან დაკავშირებით ძალიან შეწუხდნენ უშკულელები და ისინი ავიდნენ ლამარიასთან, ანუ მარიამ ღვთისმშობლის საყდარში და ლამარიას თხოვეს, რომ გვიშველე რამეო. ლამარიამ უთხრა, რომ მათ დარდი არ უნდა ქონოდათ. ლამარია წავიდა დალისთან, ნადირობის ქალღმერთთან, იქვე შხარაზე უთხრა დალის, რომ საქმე ცუდადაა, დალიმ გადასწახა ქვემოთ კვირიკე წმინდას, რომელიც ამ შემთხვევაში განხილული არა როგორც კვირიკე წმინდა, არამედ როგორც ამინდის ღვთაება. კვირიკე წმინდამ ქვემოდან გამოუშვა თავისი ოქროსრქიანი ერკემალი, ზევიდან დაეშვა დალის ოქროსრქიანი ჯიხვი, ისინი ერთმანეთს შეასკლდნენ ამ კლდესთან, კლდე გაიხსნა და გადარჩა სოფელი უშკული. მე იმდენად მიყვარს ეს ამბავი, რომ თამარ მეფე, მარიამ ღვთისმშობელი, დალი, კვირიკე და მათი ოქროსრქიანი ვერძები, ერკემალები, ჯიხვები, ყველანი ერთად არიან და ეს ამბავი მოყოლილია, იცით, როგორ ისე კი არა, რომ ოდესღაც სადღაც 900 იქით, არა, იქვე გეყვება ადამიანი, რომ აი აგერ ხო ხედავ ამ კლდეს. ნახე აქ რო შეკიბული აქვს. ხო ხვდები, რომ ეს ჯიხვის დარტყმულია და არა ერკემალის, იმიტომ და ის ადამიანი იდიოტი არ არის. ის არის არაჩვეულებრივი მჭეორმეტყველი ბრძენთა ბრძენი კაცი, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს და მშვენიერი სამყარო. და მე ძალიან მომწონს ადგილები, სადაც დრო და სივრცე ერთგვარად გაჩერებულია და ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე. ეს არის ჩემი აზრები ჯისთვის.